პროფესორო, დღეს დიდი დღეა, როგორც იქნა ქართულმა კლუბებმა ევროტურნირებზე გამოსვლა, წარმატებით დაიწყეს. Სუდად გამიგე თუ გინდა, არ მაინტერესებს არც მანჩესტერი, ბარსელონა, მადრიდის რეალი, პარი სენ-ჟერმენი და არც ერთი სხვა მსოფლიო გრანდი, თუ ქართული საკლუბო ფეხბურთი ასეთ დაბალ დონეზე იქნება. საერთოდ არ მაინტერესებს ნიკო ვილიამსის საგა დასრულდება თუ არ დასრულდება, ან ვინისიუს ჟუნიორს როდის აეშლება კუჭი. არც მბაპეს ხელფასი არ მაინტერესებს და არც რონალდუს არაბული კარიერა. დღეს ქართულმა კლუბებმა კონფერენს ლიგაზე დიდი საკაიფო რამე შემოგთავაზეს. ამბექების დღე, დღევანდელი დღე ნამდვილად ჩვენი იყო. სამწუხაროდ ვერ შევაფასებ გორული კლუბის თამაშს იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეხვედრა საერთოდ არ მინახავს. ცალკე დიდი პრობლემაა, რომ ასეთ შეხვედრებს ჩვენ ვერ ვუყურებთ. რის გამო? ეს ჯერჯერობით არ ვიცი. ფეხბურთო კლუბი ხარ და შენს გულშემატკივარს იმის საშუალება არ აქვს, რომ შენ შეხვედრას უყუროს. ეს შეიძლება შენი ბრალი არ არის, მაგრამ ხო შეიძლება ვიღაცამ გვითხრას რა არის ამის რეალური მიზეზი. საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არსებობს, ან მეორე არხი, ან სპორტული არხი იგივე საზოგადოებრივი მაუწყებელის. ასე რომ მოკლედ რო ვთქვათ, ძალიან სასიამოვნო ფაქტია ქართული კლუბი ევროტურნირზე იგებს, მაგრამ ცუდია რომ ჩვენ თამაშს ვერ უყურებთ და არ შეგვიძლია ამის შესახებ ანალიზი გავაკეთოთ. რაც შეეხება ქუთაისის ტორპედოს, ამ კლუბმა ძალიან რთული შეხვედრა მოიგო დღეს. ქართული კლუბები ყაზახურ კლუბებს ევროტურნირებზე უკვე მე-11 შეხვდნენ. ოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ყაზახური ბარიერი ჩვენთვის ძალიან უხერხული. რა ორ მატჩიან დაპირისპირებაში ჩვენ დავმარცხდით და მხოლოდ ერთად-ერთხელ შევძელით ამ ბარიერის დაძლევა. უდეა როგორც ჩანს ეს ყაზახი. 11 ჯერ ხვდებით ჩვენ ყაზახურ კლუბს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად ეს ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. რა შეგვიძლია ვთქვათ ახლა თავად ქუთაისის ტორპედოს თამაშზე, ხო? დაცვაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით დაცვის ცენტრში. ასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ყაზახურმა კლუბმა ჩვენთან ცუდად ითამაშა და ჩვენ გავისეირნეთ, მაგრამ თუ ჩვენ დაცვის ხაზში ძალიან ცუდად ვითამაშეთ, არც მეტოქეს უთამაშია გადასარევად, ხო ასეა? 4 ბურთს რო უშვებ ერთ შეხვედრაში, რაღაც პრობლემები შენს გაქვს. რატომ დავიწყე მე ახლა ამაზე საუბარი? შეიძლება ახლა გულშემატკივრები ფიქრობენ იმას, რომ ჩვენ ყაზახეთში ჩავალთ და რა აზრი აქვს ამ შეხვედრაზე. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ თლად ასეთ უიმედო მდგომარეობაში ჩვენ ნამდვილად არ ვართ. ქუთაისური კლუბის დაცვის ხაზი არ ამგონია მეორე შეხვედრაშიც ასეთი სუსტი იყო. ამ შეცდომებიდან რაღაცეებს ვისწავლით და რა თქმა უნდა მეორე შეხვედრაში უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდეთ. ყველი ფეხბურთელი შეგვიძლია გამოვარჩიოთ ამ შეხვედრიდან განსაკუთრებით, ხო? აქაც ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ღუდუშაურის შემოსვლამ თამაში ბევრი რაღაც შეცვალა. შეხვედრაში ასევე ძალიან გამორჩეული იყო ფელიპე პირესი, რომელმაც 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. სანიშნავია გოლების ავტორების კარგი თამაში, რომლებმაც დუბლები შეასრულეს. გუნდის კაპიტანი მამუჩაშვილი ის გუნდს დაახლოებით 1 თვის წინ შეუერთდა და მე ვფიქრობ, რომ ამ გუნდს კარგად შეეწყობა. პროფესორო, შენ თუ აკვირდები ამ ყველაფერს, რა პატარა გჭირდება ქართულ გულშემატკივარს ასეთი სიხარულისთვის? და მიცის რომ მეორე ეტაპი გაცილებით რთული იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც როგორ გვიხარი? აი პროფესორო, უბრალოდ რა გახდა ნორმალური საფეხბურთო კლუბების საქართველოში, რომ ევროპაში რანგით მესამე ლიგა, რომელიც არის კონფერენს ლიგა, იქ მაინც გადიოდნენ ჩვენი კლუბები. ერთადერთი კლუბი მაინც განა რას ვითხოვთ ამისთანაც? კარგი, 2 წელიწადში ერთი. ბოლოს ჩვენ ევროტურნირზე ვითამაშეთ დაახლოებით 20 წლის წინ, მას შემდეგ ჩვენ ევროტურნირის მზე არ გვინახავს. ბოლოს დავამატებ იმას, რომ ამ შემადგენლობებს, რასაც ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვუყურებთ ქართულ კლუბებში, ეს არ არის საკმარისი. გუნდებს ჭირდებათ ისეთი ლეგიონერები, რომლებსაც დიდი ფეხბურთი ნათამაშები აქვთ კი არა, ახლაც კარგ ფორმაში რომ არის. ეს ფეხბურთელები რას აკეთებდნენ, ამას არ აქვს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა. მაგალითისთვის რო ავიღოთ, კვირკველია წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებში საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობდა და იმ კლუბებში, სადაც მას უთამაშია, ხო ასე? მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ჩვენ ვნახეთ, რომ ეს მისთვის არ იყო განსაკუთრებული შეხვედრა. ასე რომ გასაკეთებელი ბევრად მეტია. პირველი ეტაპის შემდეგ ჩვენ გველოდება ურთულესი მეორე, შემდეგ მესამე და მეოთხე ეტაპი. იქამდე ჩვენ კონფერენს ლიგაზე ვერ მოხვდებით. აბა, პროფესორო, რას ფიქრობ? დაგეძინა დღეს ტკბილად? აი, პროფესორო, იუთუბერი გავხდი მეტი ტკბილი და დიდი ზღაპრებისთვის და მჭირდება შენი დახმა. ჯერობით ჩემი არხი სულ ზღაფავს და გამომწერები პრაქტიკულად არ ხავს. ასე რომ თუ არ დაგეზარება და არ შეწუხდები, თან ბოდიშის მოხდით, შეგიძლია შემოხვიდე და გამოიწერო გვერდზე.